პოლიციის გალავანზე და ამტვრევენ შუშებს. სხვა როცა შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და სხვაგვარად მოაზროვნებს. ამას რა თქმა უნდა არავინ არ დაუშვებს. და ის რომ გამოხატონ თავისი პროტესტი, ეს ხდება ყველგან. ხდება საფრანგეთშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, გერმანიაშიც და მათაც ექნებათ აქ ასეთი შესაძლებლობა. მე არ მგონია რომ ამ ტიპის პროტესტმა რაიმე შეცვალოს. ხოლო თუ დავინახეთ რომ დინამიკა არის ისეთი, რომელიც არ ყევს საფუძვლებს ამ ქვეყნის, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების დემოკრატიულ უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან სახელმწიფოში, ცხადია რომ სახელმწიფო იქნება მოწოდებული იმისათვის, რომ აი ესეთი ტიპის უკანონობა იყოს აღკვეთილი. ბოლო კითხვა ალბათ თუ სხვა კითხვები არ იქნებათ. მაინტერესებს თქვენ როგორ აფასებთ იმას, რომ ოპოზიცია ამ დებატების დროს დავუშვათ იგივე ქრისტიან დემოკრატები და ის ფრაქციები, რომლებიც წარმოადგენენ ესე პირობითად ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს, ორივე პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი იყო ხელისუფლება და მათ ერთმანეთის მიმართ არ გაუწევიათ კრიტიკა. რამდენად ეს შეიძლება თემას შევეხმიანებთ თქვენ თქვით, რომ მათ დამარცხებული თამაშის ისა აქვთ განცდაო, რომ ვერ გაიმარჯვებენო. რამდენად ეს მარცხის შეგრძნებამ შეიძლება უბიძგოთ ძალებს გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არეშიძემ გაცხადება გააკეთა დაშლის. მე პირადად ვერ ხედავ შესაძლებლობას რომ ეხლა ახალი პოლიტიკური ძალებს რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება მოხდეს იმ ძალასთან, რომელიც ჩამოყალიბდა. ეს თვითონაც აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ფორმირების პროცესი იმ პოლიტიკური ძალის ქართულ ოცნების არის დასრულებული. მათ წარმოადგენს თავიანთი ყველაზე მთავარი აქტივისტები, მათ ჰქონდათ სხვადასხვა შეკრებები. არ ვიცი, შეიძლება რაიმე სახეცვლილება კიდევ იყოს, ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებ, თუმცა ის რომ ამან შეცვალოს რაიმე პოლიტიკური ლანდშაფტი და რომელიმე სერიოზული პოლიტიკური ოპოზიციური ძალასთან მოხდეს გაერთიანება, ასეთი ნიშნები ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ჩვენთვის მთავარი არის სხვა, იქნებიან ერთად თუ იქნებიან ცალ-ცალკე. მათ მოუწევთ წარდგომა ქართველი ხალხის წინაშე. და ქართველი ხალხი გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას და თუ რამდენად წაადგებათ თავიანთივე განცხადებები ამ ქართულ ხალხთან, ამას ჩვენ დრო გვაჩვენებს. რამდენად წაადგებათ ის რომ მიძახდნენ რომ რუს ხალხს მოსწონთ პუტინი, ხო, აი ამას ვნახავთ თუ რამდენად წაადგებათ. მე ვფიქრობ რომ ქართულმა საზოგადოებამ მთელი 60 წლის განმავლობაში მოყოლებული იმ დღიდან, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, სადაც 99%-მა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ხო, მას შემდეგ ქართულმა ხალხმა არაერთ გზის დაადასტურა, რომ ის არის ერთგული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის იდეის. ამიტომ ახლა ახალგამოჩენილი პოლიტიკოსები, რომელიც ცდილობენ საქართველოს ევრაზიულ სივრცეში დაბრუნებას და რაც ნიშნავს საქართველოს წარსულში და უკუნეთში დაბრუნებას, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში იმ ტიპის პოლიტიკური ლიდერების წინაპლანზე გადმოწევას, რომლებმაც გააღატაკეს საპენსიო ფონდები და ჩვენი ყოველი მოსახლის პენსია შეადგენდა რა 7 თუ 8 ლარს, ხო, ასეთი ადამიანები თუ ცდილობენ ისინი ოპერირებას ქართულ ხალხთან და თვალისახვევას, მე მგონია რომ მათი ეს იმედები იქნება გაცვლებული. ქართული საზოგადოება საკმარისად ჩამოყალიბებული არის იმისათვის, რომ ასეთი პოლიტიკური ლიდერების რწმენა არ ქონდეს. ერთის მხრივ ჩამოყალიბდა რაღაც კლოუნთა ჯგუფი და მეორეს მხრივ კიდე ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სრულიად აშკარად გამოხატავენ რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს საქართველოში. ეხლა თუ მოხდება ამ კლოუნადის შემოქმედთა და ამ მეორე ჯგუფის გაერთიანება, უბრალოდ ეს იქნება უფრო მხიარულად გამოხატვა რუსული პოლიტიკური ინტერესების, მაგრამ პასუხი ქართული ხალხის არ ამგონია რომ იყოს მხიარული. ის იქნება თავდაჯერებული და ქვეყნისადმი პატრიოტიზმით და ერთგულებით განსხვავებული. ბატონო გზარ, ჩვენ ხედავთ ივანიშვილის კოალიციაში და მის პარტიაში, ასე ვთქვათ, კარგად ცნობილ სახეებს ქართულ პოლიტიკაში და ასევე ძველ სახეებსაც შევარდნაძის დროინდელს გულისხმობ.
თუმცა ერთ-ერთი ასეთი ინფორმაციით, რომელიც ერთ-ერთმა პოლიტიკურ პარტიის ლიდერმაც დაადასტურა, არის ის, რომ ლევან გაჩიჩილაძეც გამოჩნდა უკვე ქართული ოცნების რიგებში, მან ღიად დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილს და აპირებს ქართულ ოცნებაში გაერთიანებას. რას მოუტანს ის ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და პირადად ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს იმ ფონზე, როცა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ასე ვთქვათ ხალხი სიმედები ვერ გაამართლა. სამწუხაროდ ბატონი ლევან გაჩილაძის პერსონა ქართულ პოლიტიკაში დაუკავშირდა დესტრუქციას. ჩვენ კარგად გვახსოვთ მათი დოქტრინა თბილისის მკვდარ ქალაქად გადაქცევის თაობაზე და სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ადამიანთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და მისი მხარდაჭერა რიგები სულ უფრო და უფრო თხელდებოდა. არ ვიცი თუ ამგვარი ტიპის გაერთიანება შედგება, ჩვენ ვფიქრებთ იმას, რომ აი ეს დოქტრინა მკვდარი ქალაქის და მკვდარი ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილისთვისაც მისაღები. ეს კიდევ ერთი ახალი კონტური იქნება მის პოლიტიკურ პორტრეტში. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რაღაცა დიდი იმედები უნდა იყოს დაკავშირებული ამ ქართულ ოცნებასთან. მათ ჰქონდათ სამ თვეზე მეტი იმისათვის, რომ კაფეოდ ჩამოაყალიბებინათ თავიანთი მიმართება, თავიანთი პრიორიტეტები, განესაზღვრათ თავიანთი კურსი. თუმცა მსოფლიოს წამყვანი პრესა მაგალითად გუშინ წინ ამ დღეებში წერს, რომ თავი პრობლემა ამ პოლიტიკური გუნდის არის სრული დეზორიენტაცია საგარეო პოლიტიკაში. როდესაც ამას ამბობენ შენზე 4 თვის თავზე, მას შემდეგ რა ჩამოყალიბდი. უნდა მიხვდე, რომ უბრალოდ უღრან ტყეში ხარ, საიდანაც რაღაც ვერ ხედავ მაინც და მაინც იმ ბილიკებს, რომლითაც გამოაღწევთ. თქვენ უღრმესი მადლობა.